პროკურატურა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის, მისი მოადგილის გიორგი ხაინდრავასა და ბურჭულაძის ცოლის ძმის ვასილ მხეიძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ითხოვს. შესაბამისად, პროკურატურა მათ საპროცესო შეთანხმებაზე უარს ეუბნება. რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროს ვლადიმერ ღუდუშაურს, მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება. როგორც დღევანდელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა ანი ლეკიაშვილმა თქვა, ბრალდების მხარე დარწმუნებულია, რომ სასამართლო სწორ და სამართლიან განაჩენს გამოიტანს. დამნაშავე ცნობს ჯუანშერ ბურჭულაძეს და სამართლიან სასჯელს განუსაზღვრავს. პროკურორის თქმით, ჯუანშერ ბურჭულაძეს უნდა ჩამოერთვას დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება, მათ შორის ესპანეთში არსებული მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული სახლი, ასევე საქართველოში დაბაწყდეთში მდებარე სახლი და მასთან დაკავშირებული ფართები. როგორც ლეკიაშვილმა მედიას უთხრა, ჯუანშერ ბურჭულაძეს 3 მილიონ ლარამდე ღირებულების ქონება ჩამოერთმევა. და სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა ვლადიმერ ღუდუშაურის გარდა სხვა ბრალდებულების მიმართ, როგორც ჯუანშერ ბურჭულაძის, ისე ვასილ მხეიძის, ისე გიორგი ხაინდრავას მიმართ. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში ამ საქმის არსებითი განხილვის დასასრულამდე ეს გადაწყვეტილება აღარ შეიცვლება. შესაბამისად, ბრალდების მხარე ითხოვს მათ მიმართ ბრალდაწარდგენილ ქმედებებში გამტყუნებას და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას, ხოლო ვლადიმერ ღუდუშაურთან მიმართ წარადგინა ბრალდების მხარემ საპროცესო შეთანხმება, რომლის შუამდგომლობაც განხილულ იქნება შემდეგ პროცესზე. მიუხედავად პროკურორის მიერ გაკეთებული განცხადებისა, ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატი ხათუნა ხურცილავა ამბობს, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს. თავდაცვის ყოფილ მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასედავება. ბრალის მიხედვით ბურჭულაძემ 2023 წელს მისი მოადგილის, ნათესავისა და სამინისტრო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი 2.606.072 ლარის ნაცვლად 3.940.000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც უწყებას 1.333.728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. გარდა ამისა, პროკურატურის თანახმად 2025 წლის მარტში ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 544.000 ევროთ ქონება შეიძინეს. ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად კი მესამე პირთან დაბაწყდეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქციური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს. თავდაცვის ყოფილ მინისტრს 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. რაც შეეხებათ ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას, მათ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას εδავებიან. ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას, დანაშაული 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.